ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ხარაჩოებშია. ეს უკვე მესამე ქართული ისტორიული ძეგლია, რომლის გადაკეთებაც საოკუპაციო რეჟიმმა დაიწყო. ტაძრის რესტავრაციის გადაწყვეტილება პირადად აფხაზეთს ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა მიიღო და შესაბამისი დავალებებიც გასცა. მე-10 საუკუნის ძეგლის გარე ფასადის დამახინჯებასთან ერთად განადგურება ეკლესიის უნიკალურ ინტერიერსაც ემუქრება. ბედიის ღვთისმშობლისა და ილორის წმინდა გიორგის ტაძრების შემდეგ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გუდაუთაში მდებარე ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის თვითნებურ რესტავრაციას იწყებს. მე-11 საუკუნეებით დათარიღებული უნიკალური ძეგლის ინტერიერი მდიდარი ქართული საეკლესიო მოხატულობით გამოირჩევა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო გახდა ტაძარი საოკუპაციო რეჟიმის ახალი სამიზნე. რესტავრაციის ეგიდით ჩატარებული სამუშაოების შედეგად ვიღებთ, რომ რაღაც ქართული კვალი იშლება. ლიხნეში ხავსია თითქმის ინტერიერი ფრესკებით, სულ ქართული წარწერები აქვს იმ ფრესკებზე და მე მეშინია რომ რაიმე კვალი არ წაიშალოს. თვითნებური რესტავრაციის გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა მიიღო. ალექსანდრე ანქვაბმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეგრეთ წოდებულ სამმართველოს უფროს უკვე დაავალა მოამზადოს წინადადებები ლიხნის ეკლესიასთან დაკავშირებით. ინფორმაცია, რომელიც ძეგლის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ქართულ სპეციალისტებს აქვთ, მწირია. ვიგებთ კანტიკუნტად სხვადასხვა წყაროებიდან, ხანდახან ვიზუალურ მასალასაც ღებულობთ, ხანდახან მხოლოდ მოყოლით ვიცით, რომ რაღაცა კეთდება. გვიჭირს კიდევაც შეფასება იმისი თქმა, როგორ კეთდება, რა დონეზე და ვის მიერ. თბილისში ალექსანდრე ანქვაბის ახალ ინიციატივას ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კვალის საბოლოოდ წაშლის მცდელობა დაფასებენ და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ. გრძელდება ეთნიკური წმენდის მეორე ეტაპი, როდესაც მოსახლეობის განდევნის შემდეგ ხდება პრაქტიკულად ყოველგვარი კვალის წაშლა ყველაფრის, რაც არის ქართული, რაც უკავშირდება ქართველობას და საქართველოს ისტორიას. ამიტომ ეს პროცესიც უნდა იქნეს განხილული როგორც ეთნიკური წმენდის გაგრძელება იმავე კონტექსტში და იმავე პასუხისმგებლობით. ეს ემსახურება ერთ რაღაცას დასახით ჩნდეს პირვანდელი სახე ქართული ძეგლებისა და წაიშალოს კულტურული კვალი. ეს არის ეთნიკური წმენდის ასეთი გაგრძელება, კულტურული ეთნიკური წმენდა. ვერანაირ რესტავრაციაზე ლეგიტიმურზე ვერ ვისაუბრებთ, როდესაც არც ქართულ და არც იუნესკოს სპეციალისტებს არ აქვს საშუალება, რომ იქ ჩავიდნენ. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განზრახ დაზიანების საკითხი შესაძლოა ევროსაბჭოს ხდომაზე განიხილონ. ამ თემაზე საუბარს ორგანიზაციაში დეპუტატი პაატა დავითაია გეგმავს. აუცილებლად ამ ფაქტს დავაყენებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე და მოთხოვ რუსულ მხარეს, რომ რუსული მხარე აქტიურად მღებოს მონაწილეობას აი ეს დანაშაულებრივ ქმედებებში, შეწყდეს ეს ყველაფერი და მოთხოვ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაგვიჭირონ მხარე ამ მიმართულებით. ჩვენი მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზება იუნესკოში, ჟენევის ფორმატში, გაეროში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ამ საკითხის დაყენება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში ოფიციალური ინფორმაციით ეგრეთ წოდებული სარესტავრაციო სამუშაოებისას ბედიის მონასტრისა და ილორის ტაძრის იერსახეც მნიშვნელოვნად შეიცვალა. განადგურებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამე ბაგრატიონის ფრესკა და ქართულ დიდებულთა სხვა გამოსახულებები. წაშლილია ქართული ასომთავრული წარწერები.